მინდა რომ დიდი სიამოვნებით გაცნობოთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური სპორტული ფესტივალი სპორტფესტი იმართება. ფესტივალს 23-24 სექტემბერს დედაენის ბაღი უმასპინძლებს და ყველაზე მრავალფეროვან ჯანსაღ მხიარულ ღონისძიებაზე დასწრება სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ჩვენი ჟურნალისტი მარიშკა მამაგეიშვილი ახლა კარატეს სკოლაში იმყოფება და დაწვრილებით მოგვიყვება ამ სპორტული ფესტივალის და კარატეს სკოლის შესახებ. შუადღე მშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს მე გიერთდებით კარატეს სკოლა გოჯურიუდან, სადაც უკვე მიმდინარეობს მზადება სპორტფესტისთვის. სპორტფესტი გაიმართება 23 და 24 სექტემბერს დედაენის ბაღში და იმასაც გეტყვით, რომ პირველად 2022 წელს ჩატარდა სპორტფესტი და 60-ზე მეტმა სპორტულმა ორგანიზაციამ და 15,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება სპორტფესტის დამფუძნებელი რეზი პეტრიაშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. მოდით პირველ რიგში მაყურებელს ვუთხრათ, რა სიახლეებს სთავაზობთ წელს სპორტფესტი. როგორც ვთქვით, ესე იგი შარშან ჩატარდა პირველად სპორტფესტი, უკვე მესამედ ვატარებთ. განსხვავებით შარშანდელისა, გარდა იმისა, რომ მოვიცავთ მთელ დედაენის პარკს, იუსტიციის სახლის პარკინგზე გადავდივართ, სადაც აეწყობა უკვე დიდი მოედნები, სადაც პრინციპში ეგ არის სიახლე, რომ გავიზარდეთ რაოდენობრივად და მეტი დისციპლინა არის წარმოდგენილი სპორტული ფესტივალის ფარგლებში, ასევე ბევრი სხვადასხვა სახალისო დეტალი, რომელიც ძალიან კარგ განწყობას და მხიარულ გარემოს გამოხატავს. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ესეც რომ ვთქვათ, რა სპორტის სახეობები იქნება? თუ გნებავთ რომ ჩამოთვალო ახლა ყველაფერს და ბევრ დროს უბრალოდ ბევრ დროს დავკარგავთ არის ხო ნუ კალათბურთი, ფეხბურთი, რაგბი, კარატე გოჯურიუ, ტეკბოლი, ძალიან დიდი ჩამონათვალია, ახლა დიდ დროს დაგავაკარგინებს. ყველასთან საშუალება იქნება ჩაერთო შენი სურვილის მიერ. სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ექცევიან მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ და აქტივობა გაჩვენონ, რომ დაგაინტერესონ თავის სპორტის დისციპლინის მიმართულებით და ეს არის ყველასთვის თავისუფალი და ვისაც გაუხარდება უფროსი იქნება, ბავშვი იქნება თუ მოზარდი თუ მოყვარული თუ პროფესიონალი, ყველასთვის ღია არის ჩვენი პარკი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე მაყურებელს იმასაც ვეთყვი, რომ სპორტფესტის მთავარი მიზანი არის, რომ ყველა ადამიანი დააინტერესოს სპორტული აქტივობებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება ლევან როგავა, მთავარი სენსეი. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გსტუმრობთ. თქვენ ახლა იმყოფებით გოჯურიუს ცენტრალურ დარბაზში და ამ სპორტფესტზე ჩვენ უბრალოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ეს არის უნიკალური წამოწყება, უნიკალური ფორუმი, სპორტული ფორუმი, რომელიც აუცილებელია დღევანდელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და რეზის მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ამხელა საქმეს აკეთებს და ორგანიზებას უკეთებს ესეთ დიდ ამბავს, როგორც არის ეს სპორტფესტი. ჩვენი გუნდით ვართ წარმოდგენილი, როგორც გითხარით უკვე მეორედ და ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ადამიანები უშუალოდ ნახულობენ თუ რას აკეთებს ესა თუ ის სპორტის წარმომადგენელი, ამა თუ ის სპორტის წარმომადგენელი და ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შეხება აქვთ ადამიანებს კონკრეტულად ჩვენთან და მახსოვს წინა სპორტფესტზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს იქ ყოფნას, განსაკუთრებით პატარებში და ბავშვებში, იმიტომ რომ საბრძოლო ხელოვნება მაინც მაგათთვის ესე საინტერესოა ძალიან და ეს ყოველთვის უკავშირდება თავდაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან დიდი ამბავია და მიხარია, რომ ვარ ჩვენც მონაწილეები ამ ამბის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ 23 და 24 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართება სპორტფესტი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება მისვლა, დასწრება თავისუფალია. დილის 8 საათიდან 12 საათამდე გელოდებათ სპორტფესტი.